გამობძანდა კეზერას ბუტკის ჟურნალისტი იმ კეზერასი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და რომელიც დაბარებულია იმ კომისიაზეც და რეალურად პასუხს აგებს ამ ყველაფრისთვის, ბატონმა გიორგი თარგამაძემ. ესე იგი გუშინ რაღაცნაირად კომენტარი გააკეთა ჩვენს გადაცემასთან დაკავშირებით. რაც ინამდვილეში თქვა, მაგრამ რისი თქმაც ბოლომდე ვერ გაბედა ჯერ ირაკლი კობახიძემ თავის ნაწერში, ხოლო დანარჩენებმა თავის ინტერვიუებში. ისმიდა რომ მოგასმენინოთ, უბრალოდ სხვა ადამიანი არის სპიკერი ბატონი ნიკოლოზ ჟავანაძე, მის ამსიქ ანუ იშვიათად რო ეკრანზე ჩვენთან იყოს ხოლმე, მაგრამ ამ კონტექსტში საინტერესო არის მაინც რომ მოусმენთ, იმიტომ რომ რაც ჯერ ვერ გაბედეს ამ ადამიანებს და იმას ლაპარაკობს ბატონი ჟავანაძე, რაც ნამდვილად უნდა დაუფასდეს მას ამ შემთხვევაში და მოდით ერთად ნახოთ. როდესაც თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები შეეწირნენ იმ ოპერაციას, რომელიც ჩაატარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში თავისი აგენტურის გორბაჩოვის შევარდნაძის მეშვეობით. დღეს ეს ნაძირლები ვინც არიან შეკრებილი და ჩვენო ხელისუფლებას არ მიუშვებთო იქო. და თქვენ ვინ ახართ ერთი რაუფლებით გეხართ მათ? თქვენ ხართ მონები, თქვენ ხართ დოლარებზე გაყიდული ხალხი, რომლებიც იქ გეხართ და უმანკო ახალგაზრდები იდგნენ იქ და ელოდნენ თავიანთ განაჩენს, რომელსაც გამოუტანდა მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები. ჯერჯერობით თლათ ასე საუბარს ვერ ბედავენ ეთყობა ჯერ ის დრო არ დამდგარ. ეს კაცი მოსკოვში მიდის, სურათებს იღებს და ამბობს რომ მოსკოვს მოსკოვი და ეს არ მალავს. რუსი ადამიანია, საბჭოთა ადამიანია და მისი განვითარება მის იქეთ აღარც მიდის. გამოქვაბულის ბოლშევიკები არიან ესენი ხომ ჟავანაძეზე ნამდვილად სხვა რამ კობახიძის ჩათვლით. ეს სევდია უგრეხელიძე ქალბატონო სევდია თქვენ დიდი ხანია სევდა მოგაწვათ და მე ვატყობ ამ ყველაფერს და სევდიანად გამოიყურება თქვენი ჰაბიტუსი და თვითონ თქვენს. მე მინდა ბატონ თარგამაძეს უთხრა. თქვენს გადაცემაში რომ მე იშვიათად ვჩდები, ეს არის პატივი ჩემთვის, იმიტომ რომ თქვენთან ძირითადად არიან სექსუალური უმცირესობები, გეი აქტივისტები და ნაცხროვის წარმომადგენლები და ეს არის ჩემთვის დიდი პატივი, რომ თქვენთან არ ვიმყოფები და თქვენთან იშვიათად ვჩდები და არც არის ამის აუცილებლობა, იმიტომ რომ აი ჩვენი გადაცემა 10-ჯერ მეტი რეიტინგით სარგებლობს, ვიდრე თქვენი აი ეს კაბინა, რომელშიც ზიხართ. ეხლა შეიძლება თქვენ უფრო კარგი ტექნიკა გაქვთ სტუდიაში, მაგრამ თავარია ხალხის განწყობა, ხალხის დობა ამა თუ იმ ტელევიზიის მიმართ. თქვენ ახართ ბატონო გიორგი მაღალი კლასის ექსკორტ მეძავი ჟურნალისტი, რომელიც სარგებლობს მომსახურებით ამა თუ იმ ძალისა. თქვენ აგიყვანეს 1-მა, 2-მა, 3-მა და თქვენ ახართ აი ამ მუდმივ მომსახურებაში. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც გაყიდეთ ასლან აბაშიძე, ბადრი პატარკაციშვილი. მერე შემდგომში გაყიდეთ აგრეთვე სინდისი და ნამუსიც თქვენი. არ ვიცი 1000 ეპიტეტები არსებობს, უგასტუკო ხლიკიო და რაღაცა არ ვინდა მე ხა შეურაცხყოფას თქვენ არ მოგაყენებთ, მაგრამ ერთი რამე გავიწყდებათ, რომ აი ეს რო ამოიკითხეთ ეს ჟავანაძე. ეხლა იცით რა შეა საქმე? ეხლა ჩემი გვარი ისეთი გვარია, რომ წესით არ უნდა გავიწყდებოდეს, იმიტომ რომ 19 წელი საქართველოს ჟავანაძე მართავდა. და მე კიდე თქვენი წარსულით უნდა გცხვენოდეთ. თქვენ იმ ტიპის ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც არანაირი მორალი არ გააჩნია. თქვენ მიეყიდებით, აი ის სიმღერა როა, ფული გააქვს, თუ ფული გაქვს შენი ვარ, თუ არა და სხვისი ვარ. თქვენ ხართ იმ ხალხთან, ვისაც აქვს ფული. ვისაც ფული აქვს, იმათთან ახართ. ხვალ რო დაჭირდეს საქმეს, ვლადიმერ პუტინის სადიდებელ გადაცემებს წაიყვან თქვენ. თქვენ ლაპარაკობთ, რომ აი რაღაცა რუსეთთან დაკავშირებით თურმე არასწორ აქცენტებს სვამს ხელისუფლება. თქვენ არიყავით იმ ასლან აბაშიძესთან, რომელსაც ზურგს უმაგრებდა რუსის ჯარი, რომ არა რუსის ჯარი ასლან აბაშიძეს მაშინ ის მხედრიონი და ის რაღაც დანაყოფები გადაუვლიდნენ და გადმოუვლიდნენ და რომელსაც ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან. თქვენ ის კაცი არა ხარ ბადრი პატარკაციშვილთან რო იყავით, რომელსაც ასევე ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთთან.
თქვენ ის კაცი არა ხართ მიხეილ სააკაშვილმა რო შეგიყვანათ პარლამენტში ქდმ სახით და რო გაუправეთ იმას სააკაშვილს იქ არჩევნები თქვენ ის კაცი არა ხართ თქვენ ის კაცი არა ხართ 2008 წელს რუსეთზე რო ლაპარაკობთ იმ რეზოლუციას რომ ხარი დაუჭირეთ საქართველოს რო იქნა დადანაშაულებული თუ ეხლა არ მითხრათ ეხლა რომ ქუდმ არ იყო სააკაშვილის პროექტი ბადრისთან იყავით ასლანასთან იყავით სააკაშვილთან იყავით და ამიტომ ვიძახით თქვენ ხართ VIP მეძავი ექსკორტ გოგონა თქვენ მაღალი კლასის მეძავი ბრძანდებით არის დაბალი კლასის მეძავები და თქვენ ხართ მაღალი კლასის მეძავი და თქვენი მეძავეობის შესახებ სულმნათი ბადრი პატარკაციშვილი ლაპარაკობს აქ და ასევე საქართველოს დიდი მამულიშვილი ასლან აბაშიძე რომ არა ასლან აბაშიძე აჭარა იქნებოდა იავარქმნილი აჭარა და დღეს არსებობს როგორც ასეთი ეს არის ასლანის დამსახურება და აჭარა რო იყო ქართული ესეც ასლანის დამსახურება იყო და აი როგორ საუბრობს თქვენზე ასლან აბაშიძე ეს არის ბევრს დაავიწყდა ალბათ ეს კადრები და ეს ჩანაწერი ეს არის ჩანაწერი რომელიც სააკაშვილმა ჩაწერა და შემდგომ გამომზევრდა საუბრობენ ბატონი ასლან აბაშიძე აჭარის მეთაური და სულმნათი ბადრი პატარკაციშვილი თქვენ შესახებ სხვათა შორის და მაყურებელს რო წარმოეგნას თქვენ VIP მეძავეობაზე ანუ გამარჯობა ბადრი პატარკაციშვილი შეიძლება ბატონსოთა დავამარჯობა ალო გამარჯობა ბატონო როგორ განდები ბატონო ბოდიში რო გაწუხებს ხოთა როცა ჩემზე ამბობენ რომ ასეთია ისეთია უნდა ამას და იმას აკეთებსო და უნდა გადავწეთ რუსეთს და ესე ის უნდა გამოგიწოდო და თქვენ დავიცი რომ ჩვენ ახლობლები ვართ და ყოველ შემთხვევაში კარგი თუ არა თუ გეყვანს აზუსტებული დავიკეთებია ამ შემთხვევაში მე არავითარ შემთხვევაში არ გადავდავდი რაიმე ნაბის რომელიც თქვა ან ურთიერთობას მიადგენდა ჩრდილოს თქვენ უყურებთ televizion videos მაგიტონი პოზიცია თუ ტელევიზია აჭარასთან მიმართება აჭარასთან მიმართებაში მაჩარ გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური ობიექტური პოზიცია რომელიც გამოდის ზუსტად იმ ურთიერთობებს და რომელზეც ელაპარაკებოდი აჭარაზე სპეციალური გამოცდილებია გადაცემული და ის არაფერია შეუშეთები შუტრა მე მეკითხება მე შემეგუქენ რომ ის თუ არა იგი მოუწოდება დაურეკოდა უთხრა რომ ის ტელევიზია ისი როცა რამდენიმე კაცი გადავიდა მასთან ავიკითხავსო გადმოიყვანო არ გადმოიყვანო ცოტა არ გამოსულა არა რა პერიოდი გამარდა ავიდან და ის ვერ მოუწოდა დაიცა შენგან კაცო დასული ხო მე არ ვიღე გიორგი შენგან გაიზარდა გამეფის არის ტელევიზია ხელმძღვანელად დავდიშე დაიმახსოვრე ბატონო ტელევიზია ხელმძღვანელად დავდიშე მინისტრის შინაგანათა და მინისტრის მიამივეს ცენტრში სადაც ცენტრი მე არ მიგონია ტიჯაკი ტუპლი კოსტუმი რამე რომ ის წარმოიდგინეს პარალელურად. ვიჩერი შვილები, ზოგადად ჩემთვის მე ერთი არ მithვალ და არც მithვალ. იმიტომ მე გაუგებარია ჩემთვის რამო. რა მოხდა ის მაგრამ მე უფრო გულებეცინა რომ შედარება გიქცოვე. და ისე აიყო. ოჯახ. მეორე იოგენ გადაცა გადაცემა სანაგო პოჩი მოიყვანა სანაგო არის სანაგო მოიყვანა და კონსტრუქცია და გადაღებია ნაგავში როგორ იქნება ნაგავში თბილისში თელი იქნება და საჭიროა იქ სულ მოიყვანა დიგება აბა კიდე მეორე გადაცემა მიუძღვნა იმიტომ აქედან აიყვანენ და გადაიყვანა და ჩააბარენ ეპისკოპოს და საცადოტრაიოში საცადოტრაიოში ეს არქავდი აჭარაზე გადაცემა ეს ამას უყურებენ ამას აკომენ რომ ეგ იგაც როგორ გააკეთებთ ბადრი ინსტანცია არის რომ ეს არის სოფი ხასაგები ყავს ეს არის სოფი არ არის ზოგადად ამიტომ ზოგადად მე თვითონ გეუბნები თქვენი პოზიცია თქვა მე გოგისაც არ დაუწა
არ მithქვამს, იმიტომ არ მithქვამს, რომ შემთხვევით ეს იყო რაღაცა მოულოდნელი, რაღაცა დაბნელო. მაგისი გარკვევა საუბარი სულია, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად იმ სცენარის ნაწილი, რომლითაც ყველანაირად ცდილობს ბატონი გოგიკიძე, რომ მე იმდენოს როგორმე ნაციონალებთან, იმდენოს როგორმე ჯვანიასთან. იმიტომ რომ მაგან ძალიან კარგად იცის ვინ და გვერდში პრეზიდენტი და რას აკეთებდა და როგორ აკეთებდა. აქედან გამომდინარე, თუ ეს მარტო ის პოზიცია, რომ აი ტელევიზია აშუქებს და ამის გამოძახილია ეს, უბრალოდ ეს მეპარება და იქნება თქვენ საინტერესოდ, იმიტომ რომ შეიძლება რომ თქვენ ასე გებოლოს, მეც ასე მეგონოს, სამწუხაროდ სხვა რაღაცას ხდეს ადგილი. თქვენ არ გინდათ ჯვანიასთან მისვლა და ისადაც საერთაშორისო მიგრანტთა, არა როგორ უნდა მოგამოდის მოგიწევ და ამბობს რომ როცა სახელმწიფო მიტინგი იმართება, ამბობს რომ აი ბადრგაჩვილი აფინანსებს საერთაშორისო საფინანსებს ჯვანიას, მარას შეუნა დავიდეთ ახლა სპორმით ბაღაზე, ავიღოთ მაგისტრის ასახლე, ყოველები უნდა შევასახლოს შიგნით და შემდეგ და ეს ხალხი მოდიან მე ჩვენთან და გედიან არ და იქ მე ვარ გამეჩერები და მაგალითად ხალხს იდეობენ ესაც რომ ვიღაცები წამოეყვა და მოჯამენ მიწფადე. რატო იმედი პირდაპირ აი თქვენი ხალი გამოდის და რატო ჩამოდით აქ, რატო ჩამოდით აქ? ჩვენი ტელევიზია მოსულა და თქვენთან ვსწავლობ, რატო ჩამოდით, რატო აკეთე? არასდროს არ ვთქვა. არასდროს არ ვთქვა ეს. თქვენ საქმეში არასდროს არ შეიძლება თქვენ ტელევიზია. მოთხოვს ეს ფორერის პონეტი ჩემი საქმე, ეს არის სერიოზული საერთო საქმე. საერთო საქმე და თუ გეუბნება მე ესე იგი პირველად დავიშოქის ტელევიზია თუ დაიწყება ჩვენზე შოუ. როცა თუ ამას აკეთებს, მაშინ უნდა ელაპარაკოს. მე ახლანაბაში გქონდა. ისრა წარმოუდგენელია ჩემოა. მაგრამ მე რეალი. შენ იქ სადაც ვერსივარ, არა თუ მე. მაგრამ თუ გაიფიქრე შეუბარი ძალიან სულია. არა, მე არ გამიფიქრე, მაგრამ თუ არასდროს. ამაზე წარმოვაგები არასდროს. ხოდა, იმიტომ კი რა ხარ? ხოდა მიკროფონზე რაღაცა თუ თქვა, აი ნახე რაღაცა გააკეთა გიორგის მომაზე და გიორგის მომაზე. სანადლოყო და მე თახლია ქონდა სანადლოყოზე დაგასულენი ვიღაცა, რომელიც ჩამოიყვანენ, დააჟინენ, თემატურბილებმა თქვა. თემატურბილებმა ჩამოიყვანენ, დააჟინენ, რომ გადაიღოს სიტუაცია და წაიღონ. როდესაც ტელევიზია დაგის თანაბრობ იმაზე და ქვია, ეგ სადღაც იმაზე აეროპორტის უკან იგზებულში თანაბრობ იმაში. როდესაც მიიყვანენ რამდენიმე კაცი, თუ რაღაცას ხიკავდნენ იქა. ჩვენთან ყველაზე დიდი საქმეა თავმოყრალობა და არავინ ჩვენთან თანაბრობში არ წავა. იმიტომ რომ ამ თანაბრობის გაჭირვება ჩვენთან არ არის. აქ მეტია შემოსავლები და დასავლები მოსახლეობა. ხოდა ეს ყველაფერი ჩაწყო აი ამ თქვენი ტელევიზია. თუ გაიწა, თუ რა დამაკლო ახლა თქვა რა? ჩვენ თუ პასუხებს. მაგრამ ერთი შეხება არის თქვენთან რა? აი ამ ემოციაზე ამხარლე მიგრანტთა მიატოვდნენ იმას აფინანსებს, ამას აფინანსებს თვითონ აგერ მიდის, ხალხი მიდის, იცავს რაღაცას. ხოდა შეიძლება ეს რაღაცა მოხდეს, მაგრამ შეფეთე დამლაბარობოთ. გასწორდეს და დაჟე გოგიხარ ვიმეორი. გოგი საგვარენზე სოფტ მოხდება რომ ეთქვა რატო გეთქე იგი. თუ რა უნდა მოვიკეთო? რატო უნდა უთხრა გოგი რატო აკეთებს და შეწყვეტს იგი. არის ყოველთვის ისეთი ოფიციალური რომ გადააცა თუმცა გოგი ათანჯერობილა პასუხი მაგრამ ეთქვა ის ბოლომდე გავიგატული რა ხდება. როდესაც არ ჩერდება უნდა მოკაითო გარემი. ეს არის ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალა, რომელიც გავრცელდა სივრცეში. ესე იგი, რა სიძახის ასლანი, მე რო ჩემთვის კოსტუმს ყიდულობდიო, ერთსო, ამისთვის ყიდულობდიო. ფეხსაცმელს რო ყიდულობდიო, ამისთვის ყიდულობ. შვილივით გავზარდეო. ესე იგი, წავიდა, მართლა შექმნა ადამიანად, ყველაფერი მისცა. მერე წავიდა, გადავიდა იმასთან პატარკაცივთან იმედში და დაუწყო ლანძღვა გინება ასლან აბაშიძეს და სიუჟეტების გაკეთება, რომ აჭარაში ესე იგი შიმშილია, რომ ნაგავში ხალხი იქექება. ამ დროს ყველაზე კარგად, მაშინ ყველაზე კარგი ეკონომიკური მდგომარეობა იყო აჭარაში და ყველაზე სტაბილური მდგომარეობა. აი ეს არის თქვენი სახე. აი ეს არის იმ ხალხის სახე, ვინც მსახურობს სააკაშვილის და აი ამ ამერიკელების გარკვეულ ჯიბეზე. დღეს ეს ვაჟბატონი არის ამერიკელების ჯიბეზე მიერთებული. და ჩვენ რო თქვით რომ ამერიკა მოაწყო 9 აპრილი, ძიასემმა
დაურეკა ამერიკიდან და უთხრა რომ მიდი ახლა ჟავანაძეს გადაუარე. მაგრამ ერთ რამეს კი არ იცის რომ ჩემ ყმაში მტერი ჩავარდა ახლა მე რო კაცი დამარტყამს ჩათვალეს უკვე ის უკვე განწირული არის იმისათვის რომ მართლა საბოლოოდ უნდა იქნეს გასრისული და გადავლილი. იმიტომ რომ მე შეიძლება პირად მტერს ვაპატიო, მაგრამ საქართველოს მტერს არ ვაპატიებ არაფერს. კაცი რომელიც კიდე ერთხელ ვიმეორებ უღალატა ასლან აბაშიძეს, ბადრი პატარკაციშვილს, რომელმაც გამოუგზავნა ვიდეო ფირი, რომელიც უნდა გაშვებულიყო, მამხილებელი იყო, ესე იგი, რა ქვია, სააკაშვილის რეჟიმისა დამალა ეს ყველაფერი ამან. კაცმა, რომელიც მერე ბადრის მკვლელთან დადგა მსახურებაში, როდესაც ქდმ შეუქმნა, გაზი 5 თეთრი, 10 თეთრი შუქი, გახსოვთ ალბათ ეს სარეკლამო რგოლები. და ესე იგი შეიყვანეს იქ პარლამენტში და მე დღეს ლაპარაკობს ეს ვაჟბატონი რუსეთზე ცუდ ტონალობაში და რუსეთის იმას 2008 წლის რეზოლუციაზე რუსეთის გაправებას დაუჭირა მხარი. აი ეს არის თქვენი სახე. თქვენ რაც არ უნდა ძალიან მაგარ სტუდიებში იჯდეთ, თქვენ ხალხი გამოგიტანთ განაჩენს. გამოგიტანთ და გამოტანილიც გაქვთ. ხვალდაზექ მაგ ბუტკაზაც დაგიკეტავენ ბატონო თარგამაძე და მე უკვე პოლიტიკური და სატელევიზიო მეძავეობიდან გადაინაცვლებთ უკვე ნამდვილ მეძავეობაზე, იმიტომ რომ რესურსი არ გექნებათ უკვე სხვა საქმიანობის თქვენ. აი ეს არის თქვენთვის თქვენი განაჩენი. თქვენი განაჩენია ეს. და ყველა იმ მოღალატის რომელიც მსახურობს ამერიკელების კარზე. არ ვიცი, მოკლედ არ ვიცი, აი მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანებს მორალური უფლება არ აქვს საერთოდ გამოჩენის და კიდე აქ ნოტაციებს გვიკითხავენ. გესმით? ძალიან უხერხულია, ძალიან გიორგი, შენ თავი არ გამოგეყოფა ხალხში და არც უნდა ჩდებოდე ხა ასე მალმალე, იმიტომ რომ შენ მოგნათლა რა იმ დიდმა პოეტმა რეზომ და რაც გეკუთვნა და ის სახელი მოგანიჭა და ხო და იცის ეს თელმა საქართველოს. ხო და შენ რატო არ ახარ დაბარებულია ქალბატონ თეატრურკიანთან? დაიბარეს. დაიბარე? კი, დაბარებულია, კი, დაიბარეს და მან უარი თქვა, მაგრამ პასუხისგებაში მიცემენ თუ არა არ ვიცი. უარი თქვა იქ მისვლაზე. კი, დაიბარეს. მაგრამ უარი თქვა. არა, უარი თქვა და 50,000 მიარჭობენ და მე მაინც მიათრავენ იქა რა. ეს გაიგე ყულაბა გაუკეთეს ხა მთავრობას თუ არა რა მნიშვნელობა აქვს ხა იქ ვიხვალ თუ არ ვიხვალ, იმიტომ რომ იქ ყველაფერი ესენი ეკითხებიან რა გვარი წერია იქაო, ვისაც კითხავენ იმათ რა. აი დღეს უსმინე? კი. პოეტახური კი, ბურგენიძე გამოვიდა და აი რა უნდა ქნან და რა უნდა თქვან რა კიდე როგორ გროვდებიან და როგორ ლაპარაკობენ ესე რამეს რა არჩი სასწაულია ბატონო ხო აი მე უბრალოდ სასაცილოა რა დღეს თარგამაძეზე საუბარი მართლა ეს პიროვნება რომელიც არ ვიცი რა ღალატის კლასიკური ნიმუშია რა ქართულ ჟურნალისტიკაში თუ შეიძლება ასე ითქვას ნუ ამას რა აქვს ალაპარაკო ახლა ნუ საოცრებაა რა მაგრამ ერთი მინდა ვთქვა რომ ისტორია თავისას იტყვის და ხალხი თავისას და განაჩენს გამოუტანენ ანუ რისი თქმა მინდა ეხლა ბატონმა გრიშამ რო ახსენა საგამოძიებო კომისია და დაბარება არ მივა ძალიან კარგათაც მივა როგორც დაგიბარებია ისედაც მივა იმ პულსაც მიატანიებენ გადაახტევინებენ იმასაც მივა და თავისასაც მიუძღავენ იმიტომ რომ მორჩენილია რა უკვე გამოტანილია ვერდიქტი ქართულმა ხალხმა გამოიტანა დიდი ხანია ამას უნდა ეხლა სამართლებრივი გამართვა და სამართლებრივი ველი შექმნა და ამას გააკეთებს საგამოძიებო კომისია თუ არ გააკეთა ეს საგამოძიებო კომისია მაშინ ქართული ხალხი ამას უკვე გააკეთებს ბატონ გრიშა და არ მოიწევს ხო გაკეთე არა აღასრულებს